არასამთავრობო ორგანიზაცია პირველი ნაბიჯი საქართველოს არსებობის 12 წელს ითვლის. ირლანდიელ პარტნიორებთან ერთად პირველი ნაბიჯის თითოეულმა წევრმა ახალი ნაბიჯი გადადგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ადაპტაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის გზაზე. პროგრამები, რომლებიც ეტაპობრივად ინერგებოდა ბავშვებთან მუშაობისას, მათი განვითარების ყოველ საფეხურს მოიცავს. პირველი ნაბიჯის სპეციალისტები ადრეული ასაკიდან კვალიფიციურ ჩარევას მომავალში შედეგიანი საქმიანობის საფუძვლად მიიჩნევენ. ვიცით, რომ 0-დან 3 წლამდე ასაკი განსაკუთრებულია ბავშვისთვის იმ მხრივ, რომ აი სწორედ ამ ასაკში ხდება იმ საფუძვლის ჩადება, რომელიც შემდეგ ნაყოფს გამოიღებს. ეს არის ბავშვის ყოველმხრივი განვითარება, ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური, ფსიქოლოგიური. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან კომპლექსური მიდგომა, რომ ხელი შეეწყოს მის ჯანსაღ განვითარებას. ხელებზე არ ეყრდნობოდეს, ხელები თავისუფალი ქონდეს, რომ შეძლოს აღება სათამაშოში და ის ტაკოზე ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს ესე ბაწვევით, რომ სტიმული მივცეთ, რომ ფეხი მოხაროს. ანუ მივხვდი. ეხლა ესე, მე ესე. აი ეს კარგი. და ჩვენი დღის ცენტრი, რომელიც უკვე 3 წლიდან ემსახურება ბავშვებს, სწორედ მზად არის, რომ ეს ბავშვი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ განათლების მისაღებად, მიიღოს ის ბავშვები, რომლებიც უკვე მზად არიან ამისთვის. პირველი ნაბიჯი წარმატებით საქმიანობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიტოვების პრევენციისა და საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულების შესასწავლად. პირველი ნაბიჯის მშობელთა გაძლიერების პროგრამა მშობლებს ეხმარება ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებაში. როდესაც მშობელი დადგება იმ სირთულის წინაშე, რომ მას ეუბნებიან, რომ ყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, ის შეიძლება გახდეს დაბნეული, შეიძლება რაღაც გაუჩნდეს სირცხვილის გრძნობა, გარკვეული შოკის გრძნობა. ამიტომ მშობელთა გაძლიერების პირველი მიზანი სწორედ იმას ემსახურება, რომ აი ამ მშობლებს დავეხმაროთ ამ მძიმე ნეგატიური ემოციების გადალახვაში. სამყაროს მზე დღის ცენტრი პირველი ნაბიჯი და ესე კი არ გადის სხივები, პირიქით ჩვენ ყველას მიმართულები ვართ ამ დღის ცენტრის. აქტიურად ვზრუნავთ გარკვეულ ჯგუფებში მუშაობით, ხელი შეუწყოთ არ დაკარგონ იმედი და რწმენა, რომ რაღაცა განვითარებისათვის შეიძლება, რომ ხელშემწყობი გარემო შექმნან თავიანთი შვილებისათვის. პროგრამა მშობლების გაძლიერების, რაც პირველ ნაბიჯმა განახორციელა უკვე 3 წლის განმავლობაში, არაჩვეულებრივია იმ მხრივ, რომ მშობლები იზრდებიან თვითონ თავის შვილებთან ურთიერთობაში. ერთია ის ფაქტი, რომ როცა ხარ შემშობელი და ძალიან გული შეგტკივა შენ შვილზე და არ აკლებ არაფერს, მაგრამ ეს არაფრის დაკლება სწორი მიმართულებით, რომ მისცე, ეს იქნება არის ძალიან კარგი. პირველი ნაბიჯის იდეა მაშინ იმ პერიოდში დაიბადა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და რაღაცა პერიოდის განმავლობაში ბავშვთა სახლების სრულიად ყურადღების მიღმა დარჩა. მაშინ მე პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე ვიყავი და ვიფიქრე, რომ აუცილებელი იყო რომ რაღაცა გამეკეთებინა ამ ბავშვებისთვის და ჩავედით კასპის ბავშვთა სახლში. 24 ბავშვი წამოვიყვანეთ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი. პირველი პერიოდი პირველი ნაბიჯის მუშაობის სწორედ ამ ბავშვების გარშემო იყო კონცენტრირებული. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მხოლოდ იდეა იყო ამ ბავშვების დახმარების, მე გავიგე, რომ ევროკავშირის ელჩის მეუღლე ჯეინ კორბოიც ასევე დაინტერესებული იყო ამ საკითხებით და მოვძებნე, მივედი მასთან და უთხრა, რომ აი მე ყველაფერს გავაკეთებ, იქნებ ერთად შევძლოთ. და მართლაც ჩვენ თითქმის 15 წელია რაღაცნაირი პარტნიორები გავხდით. პირველი ნაბიჯის პირველ აღზრდილთა კასპის ბავშვთა სახლის ბინადრებთან მიღწეული შედეგები კარგი მაგალითია მომავალ ბენეფიციარებთან მუშაობისათვისაც. 2010 წელს კასპიდან გადმოყვანილი ახალგაზრდები, რომლებიც ვერ დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში, პირველმა ნაბიჯმა გადაიყვანა სათემო ცენტრ ქედელში.
ამჟამად ბავშვები უკვე ცხოვრობენ თემში, იქ არის მათი მუდმივი საცხოვრებელი გარემო და იყენებენ იმ უნარებს, რომელიც ისწავლეს პირველი ნაბიჯის ფარგლებში. გარდა ამისა, მათ ადგილზე შეიძინეს კიდევ სხვა უნარები, ეს არის როგორც პროფესიული განვითარება და ბავშვების ნაწილი ჩართული არიან შრომით თერაპიაში. ნაწილი არის უკვე ადგილზე დასაქმებული და ნაწილი ემზადება დასაქმებისთვის. თავარი ჩვენი არსი, ჩვენი მუშაობის აღმოჩნდა, რომ არის ის, რომ ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ ოჯახთან ერთად. იმიტომ რომ მთელმა ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა ის, რომ ბავშვისთვის გადამწყვეტია და თითქმის შეუცვლელია ოჯახის ფუნქცია. ამიტომ ჩვენი მუშაობა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ყველანაირად დავეხმაროთ ოჯახებს იმისთვის, პირველ რიგში იმისთვის, რომ ბავშვი არ მოხვდეს ინსტიტუციაში და იმისთვის, რომ მივეხმაროთ მათ, რომ გაზარდონ ეს ბავშვები, შეუმსუბუქოთ მდგომარეობა და ხელი შეუწყოთ ბავშვის განვითარებას. მაგარია, ოჩაბი ხარ. ამიტომ ეხა შეროცი აესე შერევა. რაფერი ამოირჩიე მარი? როგორ ხარ მარია? შეიძლება? ეს რასოა? ნახე, აღარც ფიქრობს, ოჩახ. პირველი ნაბიჯი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების გამო ვერ ახერხებენ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე საზოგადოებაში ინტეგრირებას, ახორციელებს შინ მომსახურების პროგრამას. პროგრამის მულტიდისციპლინური ჯგუფი ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპევტის, პედიატრის, სოციალური მუშაკის, ოკუპაციური თერაპევტის, ოჯახის მასწავლებლის და სპეციალურად მომზადებული ძიძის შემადგენლობით მუშაობს ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე. პროგრამის ეფექტურობასა და საჭიროებაზე წლების მანძილზე მიღწეული შედეგები მეტყველებს. თან მომიყევი, ხო, რა ხდება? იმ 10 ბავშვიდან, რომელიც თავდაპირველად მონაწილეობდა ჩვენს პროექტში, დღეს 7 გასულია სახლიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგი წავიდა საბავშვო ბაღში, ზოგი წავიდა ინტეგრირებულ კლასში და ზოგი წავიდა ჩვენს დღის ცენტრში. ბავშვების გარემოსთან ინტეგრირების მიზნით თბილისის მეასე საჯარო სკოლის ბაზაზე შეიქმნა პირველი ნაბიჯის სპეციალური კლასი. ამ პროექტის ნაწილს წარმოადგენს ინტეგრირებული ორკესტრი, რომელიც იდეალური საზოგადოების მინი მოდელია. აქ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები თანატოლებთან ერთად ხალხურ მუსიკას ეუფლებიან და ახალ მეგობრებს იძენენ. ერთ-ერთი იდეა ესეთი, რომელმაც გაამართლა და ვთვლით, რომ წარმატებული ექსპერიმენტია, გახლავთ ქართულ ხალხურ საკრავთა ინტეგრირებული ორკესტრი, რომელიც შექმნით სკოლაში და ამ ორკესტრში მონაწილეობენ, სწავლობენ ქართულ ხალხურ მუსიკას, ეუფლებიან ესე ვთქვათ და ქართულ ხალხურ ფოლკლორს სხვა თავიანთ თანატოლებთან ერთად სპეციალური კლასის მოსწავლეებიც. პირველი ნაბიჯი საქართველოს სწორედ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ამ კუთხით, ესე ვთქვათ, რომ სპეციალური კლასი დამკვიდრდა როგორც ინკლუზიური განათლების ერთ-ერთი ფორმა. პირველი ნაბიჯის მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვაა. მცირე ასაკიდანვე დაწყებული ურთიერთობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების თანატოლებს საშუალებას აძლევს შეიტყონ უფრო მეტი და ჩამოუყალიბდეთ სწორი დამოკიდებულება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების შესახებ. ამ მიზნით პირველი ნაბიჯი სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს ერთობლივ ღონისძიებებს. იდეა ჩვენ ესეთი არის, როდესაც მაგალითად ნებისმიერი ის ბავშვი, რომელიც იქ სწავლობს და მე მასწავლებელი გახდება, მას პრობლემა აღარ ექნება ბავშვის მიღების. რაც მაგალითად დღეს არის, ხო დღეს უმრავლესობა მასწავლებელი სკოლაში ამბობს, რომ მე არ ვიცი ამ ბავშვთან შეხება არ მქონია და არ ვიცი როგორ ვიურთიერთო. ეს ძალიან შორს წავედით, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ესეც შეიძლება იყოს ძალიან კარგი იდეა. და მას მერე უკვე დავამყარეთ, მაგალითად კიდე ორ ბაღთან დავამყარეთ ურთიერთობა, კიდე რამოდენიმე სკოლა არის. მოკლედ წამოვიდა ეს ურთიერთობების ქსელი და ვნახოთ რა გამოვა. დღის ცენტრში ფუნქციონირებს რამდენიმე წრე: ანაბანა, ფიზკულტურა, მეცნიერება, ხელოვნება, რეალია და სენსორული ოთახი. თითოეული მათგანი ბავშვების აკადემიური და სოციალური უნარჩვევების განვითარებას ემსახურება და მუშაობს ინდივიდუალური გეგმის მიხედვით.
პირველი ნაბიჯის საქმიანობის მიზანია დაეხმაროს ბავშვებს დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარჩვევების შეძენასა და თვით რეალიზებაში. სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრის პროგრამაში ჩართვის მიზნით პირველი ნაბიჯი აქტიურად თანამშრომლობს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. ყველაზე საშიში არის ის, როდესაც ბავშვი წვიტავს ძიებას. ეს ძალიან ძნელია რომ მოხდეს, ძალიან ძნელია რომ შენ ბავშვი შეაწყვეტინო ძიება, მაგრამ შეიძლება ეს მოხდეს. აი სამასი რომ მე რო ხატავ მატიდა. მარწყვი, ვაი, მე კიდევ რა ვისწავლებ, ვერი? აი, კიდე რა. აი, ეს კიდე მომავალში რაც გვინდა ეს არის რომ ჩვენი გამოცდილება გამავრცელოთ სხვებთან და სხვებსაც უთხრათ რომ ცადონეს, იმიტომ რომ იმასაც ვაცნობიერებთ რომ ეხა ერთი პატარა დღის ცენტრი ვერ ცვლის. მაგრამ ერთ პატარა დღის ცენტრში შეუძლია დადოს წარმატებული მაგალითები, რომელიც მე შეიძლება რომ ვიღაცამ აიღოს. პირველი ნაბიჯი და სხვა ის ორგანიზაციებმა, ვინც ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგეს ამ წლებში, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს და ოჯახებსაც პირველ რიგში დაანახოს რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება. რამდენად მნიშვნელოვანია დღის ცენტრების არსებობა, რომელიც ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ცხოვრებას უბრუნებს ბავშვს მიუხედავად მისი ფიზიკური ხშირად შეზღუდულობისა, მისი უნარშეზღუდულობისა და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ყველა ბავშვს მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ჰქონდეს განვითარების და საზოგადოებაში აქტიური ცხოვრების შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული სახლი, ეს კონკრეტული პროექტი არის ყველაზე კარგად დადასტურება იმ საჭიროებისა, რასაც დღეს ჩვენ უკვე ბავშვთა ზრუნვის და ბავშვთა ზრუნვაზე სერვისების განვითარების სახელმწიფო გეგმას ვეძახით. ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო გეგმა ითვალისწინებს მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა აქამდე არსებული დიდი ინსტიტუციების გაუქმებას და ოჯახზე ორიენტირებული მომსახურებების განვითარებას. გეგმის საბოლოო მიზანი ერთია: ყველა ბავშვს ჰქონდეს საკუთარი მზრუნველი ოჯახი. UNICEF is supporting the government of Georgia. UNICEF-ი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ბავშვთა დაცვის სისტემის გარდაქმნაში. ჩვენ ამას ვახორციელებთ USAID-სა და სხვა ორმხრივ მონაწილეებთან ერთად, მაგრამ არსებითად ეს მაინც სამთავრობო რეფორმაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორც პირველი ნაბიჯია და სხვა მრავალმა მსგავსმა ორგანიზაციამ, გააგრძელონ მტკიცება იმისა, თუ რატომმა ასეთი მნიშვნელოვანი ჰქონდეთ ისეთი სერვისები, როგორიცაა ადრეული ჩარევა, დღის ცენტრი, ოჯახში მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. თანამედროვე ინკლუზიური საზოგადოების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ადამიანების სრულუფლებიან მოქალაქეებად მიღება. ეს საზოგადოება აფინანსებს და მხარს უჭერს მათ. და ამ რეფორმის ცენტრში ქართული ოჯახი დგას. ჩვენ ვეხმარებით თლიან ოჯახს, რომ დაგეგმონ თავისი მომავალი და დაინახონ თუ რა შეიძლება იყოს შემდეგი. როგორც კი ამას ხედავს ოჯახი, ის უფრო აქტიური ხდება და ის უკვე აღარ ხარჯავს ენერგიას, ასე ვთქვათ, სპონტანურად.